სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. ეშმაკეულის შესახებ. უფალი იესო ქრისტეს უდიდეს სასწაულზე მის მიერ გადარინილი ეშმაკეულის განკურნებაზე არაერთხელ მისაუბრია. ნამდვილი ეშმაკეული ცხადია იშვიათად გვხვდება. უბედურ შეპყრობილთა სულსა და სხეულში უამრავი ეშმაკია თავმოყრილი. მათი მთელი ლეგიონიც კი, მაგრამ თითოეული ადამიანის წინააღმდეგ ეშმაკები დაუღალავად იბრძვიან, რათა ისინი თავის ნებას დაუმორჩილონ. აი რას ვკითხულობთ ამ ბრძოლის შესახებ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ. რამე თუ არა არც ბრძოლა ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელი საამის აწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშ. მთავრობათა და ხელმწიფებათა. აქ არა ადამიანები, არამედ ეშმაკები, ბოროტ ძალთა მსახურები მოიხსენიებიან. იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ეშმაკეულებს არ უწოდებენ. ცის ქვეშეთის ბოროტი სულები მათი გულის, ეპისკოპისა და სულიერი ცხოვრების დასაპყრობად დაუღალავად იბრძვიან და მცირე ან დიდწილად საწადეს აღწევენ. ეს ბრძოლა ყოველი ადამიანის სულიერი ცხოვრების არსია. მათი გამოკლებით, ვინც უკვე სრულებით ჩაფლულია ბოროტებასა და სიცრუეში. თუმცა მხოლოდ მცირე რჩეულნი ღვთისა სრული შეგნებით ეკიდებიან ჩვენს დაუღალავ ბრძოლას უწმინდურ სულებთან და ხვდებიან თუ რაოდენ დიდია მისი მნიშვნელობა სამუდამო სასუფეველის მოპოვებაში. ყველა ვერ ხვდება, რომ ეს ბრძოლა ყოველდღიური და ყოველწუთიერი უნდა იყოს. თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შეგვახსენა ამ აუცილებელი და შეუსუსტებელი ბრძოლის შესახებ თავისი გავში. დაჟამს სული არაწმინდაი განვიდის კაცისაგან მიმოვალ ურწყულთა ადგილთა და ეძიებენ განსვენებასა და არაპოვის. თქვის მივიქცე სახსავე ჩემსა ვინაიცა გამოვედ და მოვიდის და პოვის იგი განშვენებული და შემკული. მაშინ წარვიდეს და მოიყვანეს სხვანი შვიდნი სულნი უბოროტესნი მისა და შევიდის და დაიმკვიდრის მაშინა და იქმნის უკანაისკნელი კაცისა იმის უძვირეს პირველის. შეებრძოლა კეთილი ადამიანი მასში ჩასახლებულ ეშმაკს. გამოწმინდა მისგან დარჩენილი მთელი ჭუჭი. გაანიავა სახლი მისი სიმყრალისაგან და უნდა წასულიყო მისი მტერი დამარცხებული და შერცხვენილი მისგან. ის კი დადიოდა ურწყულ ადგილებში და ვერსად პოვებდა მოსვენებას, რადგან უმოქმედობა და მარცხი აუტანელია მის წყეულ საქმიანობაში, რომელიც ადამიანის გახრწნასა და წაბილწვას ემსახურება. ვერ ეგუებოდა უწმინდური, რომ კეთილმა ადამიანმა გამოწმინდა მისი სიბილწე და არ დაემორჩილა მას და დასახმარებლად შვიდ უბოროტეს სულს უხმო და კვლავ თავს დააცხრა კეთილ ადამიანს, რომლისთვისაც შვიდჯერ უფრო რთული გახდა მასთან ბრძოლა. დანო და ძმანო, მუდამ გვახსოვდეს, რომ დაუძინებელი ავსულები დაუღალავად იბრძვიან ჩვენს დასაღუპად. ჩვენს ყოველდღიურად, ყოველწამიერად, თვალ მოუხუჭავად უნდა შევერკინოთ მათ. გამუდმებით დაუკვირდეთ ჩვენს გულს, ვიხსნათ ის სიცრუის, ბილწითყვაობისა და განკითხვისაგან. შევიყვაროთ დუმილი, ჯერ დავფიქრდეთ და სიტყვა შემდეგ წარმოვთქვათ, ან იქნებ დუმილი ვამჯობინოთ. არც ერთი საქმეს არ შევეჭიდოთ, თუ იგი ღვთისათვის სათნო არ იქნება. ამას უფლის წინაშე აღვლენილი ლოცვა მიგვახვედრებს. თავი დავიცვათ პირჯვრის გარდასახვით. თუ ამ ხსნელ ჩვევებს შევიძენთ, ყველა ჩვენს ხორციელსა და უხორცო მტერს დავამარცხებთ. და მაშინ ნაცემი ძაღლები ვიწავლენ ჩვენგან შერცხვენილები ჩვენი და უფლის მტრები, წყეული ეშმაკები. და აღარ დაჭირდება მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტეს თავისი ღვთაებრივი ძალის გამოყენება ჩვენგან ეშმაკის ლეგიონის განსადევნად, როგორც ეს საბრალო გადარინელ ეშმაკეულთან გააკეთა. უფლის შეწევნით კეთილო ადამიანებო, დაიცავით თქვენი გულები ეშმაკის სიცრუისა და ბოროტებისაგან. ამინ. შეგვეციოს მოციქულთა ლოცვა და წმინდა ლუკა ყირიმელის ლოცვა, რომ აი ეს მისი შეგონება ძალიან მოკლე, მაგრამ სიღრმისეული
მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს. ერთ აბზაცს კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ ამ ქადაგებიდან. თუმცა მხოლოდ მცირე რჩეულნი ღვთისას სრული შეგნებით ეკიდებიან ჩვენს დაუღალავ ბრძოლას უწმინდურებთან და ხვდებიან თუ რაოდენ დიდია მისი მნიშვნელობა სამუდამო სასწვევლის მოპოვებაში. ყველა ვერ ხვდება, რომ ეს ბრძოლა ყოველდღიური და ყოველწუთიერი უნდა იყოს. აი სამწუხაროდ ეს შეგონება ყველაზე მეტად გჭირდება თანამედროვე ქრისტიანებს. თითქმის არავის აღარ გონია და არ მიაჩნია, რომ ეშმაკთან ბრძოლა უნდა იყოს ყოველდღიური და ყოველწუთიერი. ადამიანებს გონია ჩვენ სამწუხაროდ ეშმაკისგან მოტყუებულებს და ყოველდღიურ საქმეებში გართულებს, რომ ეშმაკთან ბრძოლა მხოლოდ გამოიხატება იმით, რომ დილას 1-15 წუთი ვილოცებ, საღამოთი 15 წუთი ვილოცებ, კვირას ტაძარში დავდგები, აღსარებას ვიტყვი და დამთავრდა. ადამიანთა უმრავლესობას ესე გვგონია, რომ ეს საკმარისია და მეტი არაფერი არ არის ჩვენგან საჭირო და დანარჩენ დროს ხმარობთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. და არასდროს არ ვამოწმებთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა, სათნოა ღვთისთვის თუ არა. აი თითქმის არასდროს. ყველაზე მეტად ადამიანს თავის მართლება უყვარს ხოლმე ამ გამონათქვამით, არავის სხვა არაფერს არ უშავი. ამით ეშმაკი ატყუებს ადამიანს, მერე რა რომ არავის არაფერს არ უშავ. საკუთარ თავს რომ უშავებ და ღვთისნებით არ ცხოვრობ, ეს უკვე დაგლობავს. ნახეთ რას ამბობს მინდა ლუკა, რომ უმნიშვნელოვანესია სულის გადარჩენის საქმეში გააზრება იმისა, რომ ყოველწუთიერად ებრძვი ეშმაკს. და ამაში რა დაგეხმარებაო, რა გითხრა? დუმილის სიყვარული, ჩვენ კი ოღონდ გვალაპარაკა, მეტი არაფერი არ გვინდა. ლოცვა, ჩვენ კი ოღონდ არ გვალოცვა. აი დილა და საღამოს ლოცვებიც კი გვეზარება. სხვაზე ხო არაფერზე აღარ არის ლაპარაკი. ისე წესით ხო ვიცით, რომ ქრისტიანის მთელი დღის ნაწილი უნდა იყოს სულ მცირე, დილის საღამოს ლოცვები, სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები, წმინდათა ცხოვრება, წმინდა მამების ნაშრომები და გარდა ამისა, რაც თავისუფალი დრო დარჩება, დუმარეთ გულში იესოს ლოცვა. ეს უნდა იყოს ყველა ქრისტიანის ცხოვრების ყოველდღიური წესი. ეს არ არის მხოლოდ მონაზვნებისთვის. დღეს თანამედროვე ლიბერალურმა ქრისტიანობამ მოატყუა ადამიანი და დააჯერა, რომ ლოცვა არის მონაზვნებისთვის და ჩვენთვის ერში მცხოვრებისთვის არ არის საჭირო. ჩვენ ჩვენი საქმეები უნდა ვაკეთოთ, ჩვენ ხო ადამიანები ვართ, 21 საუკუნის ცხოვრებლები, ჩვენ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. ცოტა წაილოცე დილას, ცოტა საღამოთი დაიძინე, იყავი კარგად. ნუ რავის ახლა, ნუ დაჩაგრავ, ნუ რა და ეს საკმარისი. ესე არ არის. ლევანდელი სახარება და ქადაგება მინდა ლუკასი გვეუბნება იმას, რომ ეშმაკი დაუღალავად იბრძვის ჩვენს დასაყრდნად. დაცემული ანგელოზი, რომელიც არ ჭამს, არ სვავს, არ ძინავს და რომლის ერთადერთი მიზანია დაყუპოს ადამიანი. ის დაუღალავად იბრძვის ჩვენს დასაყრდნად. და რატომღაც ჩვენ გვგონია, რომ ეს ჩვენ გვერდს აგვივლის. არ აგვივლის გვერდს, არც ერთ ადამიანს ეშმაკი არ აუვლის გვერდს. ჩვენ ისე არ გვინდა საკუთარი სულის ხონება, როგორც ეშმაკს უნდა ჩვენი დაღუპვა. დამერწმუნეთ, ეს 100%-ით ესეა. არ აგვივლის გვერდს, არც ერთ ადამიანს არ გამოტოვებს ბოროტი. გამორიცხულია ეს. და რითი გვიბრძვის? ისევე ჩვენში ჩაბუდებული სისუსტეებით, მის მიერ ჩათესილი ღვაწლით. ზოგიერთ ადამიანს გონია, რომ ახლა თუ გადარინისეული ეშმაკის მსგავსად ახლა ჯაჭვებით არ არის შესაკველი და შიშველი არ დარბის ქუჩაში, ის ეშმაკეული არ არის, ესე არ არის. რამდენჯერ ყოფილა, რომ მრისხანება ისე მოგძალებია, რომ აი გვინდა გააზრებული, რომ არ გვინდა ეს მრისხანება, ხა არ გჭირდება ეს არაფერში. მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკონტროლებთ. აი რამდენჯერ გქონია ესეთი რამ, რომ ისე გავცეცხლდებით, რომ გონება გვეუბნება, რომ არ არის სწორი ახლა ეს არ გინდა ეს, მაგრამ ვერ აკონტროლებთ. ისეთი ქმედებებს განახორციელებ, ისეთი სიტყვები ამოვა შენი პირიდან, რომ დამშვიდდები მერე.
აი ქრისტე რო შეგიწყალებს და ამრისხანების ეშმაკს გაიყვან შენგან, მე გწხვენია შენ თავის და ხანდახან დაფიქრდები, რომ ეს როგორ ვიკადრე. ეს როგორ ამომივიდა პირიდან, ესე როგორ შეურაცხავი ადამიანი. რითი არა ხარ, აი მაშინ ის ეშმაკეულის მსგავსი, რომელიც ჯაჭვებს წვითავდა. ხო? რამდენჯერ ყოფილა რომ თქვა თავისთვის ისეთი რამის უფლება მიგვიცია, რომ მერე გონს მოსულებს, ვიფიქრია და შეგწხვენია საკუთარი თავის. არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. შეიძლება მარტო ჩვენში, შეიძლება გონებაში მოხდა მარტო ეს ყველაფერი. მაგრამ როგორც კი ისევ და ისევ უფალი გაიყვანს ამ ეშმაკს ჩვენგან თავისი კაცთმოყვარებით, დავინახავთ და შეგწხვება ხოლმე. მე და ვფიქრობთ, რატო, როგორ, ანაირად. ესეთი ხო არა ვარ საკუთარ თავს ვეუბნებით. ეს ხო არა ვარ მე ესე რატო მოვიქეცი. ესეთი რაღაცა რატო ვიკადრე. შეიძლება აი ფიქრითაც კი დაფიქრდით. ამდენჯერ ყოფილა რომ აი ფიქრითაც კი რომ ეს რანაირად მომივიდა იფიქრებ კაც. იგივე გვემართება, მაშინაც აი ამ ეშმაკეული ვითავართ, იმიტომ რომ ის ბოროტი მაშინ დაუფლებულია ჩვენზე. და როგორ არის დაუფლებული, რატო დაგვეუფლა? იმიტომ დაგვეუფლა, რომ დაუდევრად ვფიქრობთ და გონია რომ ის არ გვებრძვის ჩვენ. აი როცა გგონია რომ არ გვებრძვის, სწორედ მაშინ პოულობს ის შემოსასვლელს ჩვენს გულში, მაშინ იმკვიდრებს იქ ადგილს ჩვენთვის შეუმჩნევლად, იმიტომ კი არა რომ ის ძალიან კარგად იმალება, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაუდევრები. მაცხოვარი გახსოვთ ხო სახარებაში ერთადერთი თუო სახლის პატრონი ფხიზლად არისო, არ მისცემს ქურცო საშუალებას რომ სახლი გაუქურდოს. აი ჩვენ როცა ფხიზლად არა ვართ, მაშინ შემოდის ის იმკვიდრებს თავის ადგილს ძალიან უმრავლეს შემთხვევაში ბავშვობიდან, სულ პატარაობიდან, აი მაშინ როცა ჩვენ შვილებს ვეფერებით, რა უშავს პატარა რა მოხდა. არა უშავს ახლა ცოტა თუ იტყვება, როგორი მათქო არა ისეთი იქნება ალბათ ვიტყვით. ой, ეს ცუღლუტი როგორი ეშმაკია წამოვაძახებთ ხოლმე. ეს მოფერებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მაგრამ სინამდვილეში დაფიქრდი ბავშვი რომ ამბობ როგორი ეშმაკია. ანუ მაშინ ხო ეს უკვე არის რაღაცა ეს ცუღლუტობა, გაძრა, გამოძრა, მოიტყვა ცოტა იქ რაღაცა გააკეთა, იცელქა დავარქვით. მაგრამ იქ იბუდებს, უკვე ბოროტი იბუდებს იქ. იზრდება და მოსახერხებელ დროს ელოდება, როდის იქნება როგორც გონიერი დამპყრობელი. როცა ძალას მოიკრიბოს, მერე იფრავს. ესეც ესე იქცევა ჩვენში. თავიდან შემოვა მცირედი წყენით. ეხლა ისე უფროსებზე რო გადმოვიდეთ, ხო? შემოვა ადამიანზე შენს მეგობარზე მცირედი წყენით რაღაცას დაგანახებს და გულს გატკენს იმაზე. იმ წუთას თუ არ მიხვდი ეს რომ ბოროტი არის და არა შენი მეგობარი და შემოუშვი გულში, გაჩუნდება ის, მეც აღარ შეგაწუხებს. ცოტა ხანში კიდე რაღაცა შემოგაწვეთებს და როცა მოიმაგრებს გულს, აი მე ამოხეთქავს ისე რომ უკვე ვეღარ აკონტროლებ ადამიანს. აი ამას გულისხმობს წმინდა ლუკა ყირიმელი, როდესაც გვეუბნება რომ ეს ბრძოლა არის ყოველდღიური და ყოველწუთიერი. არც ერთ ნაბიჯზე არ უნდა დაუთმო. არც ერთ ნაბიჯზე არ უნდა, სულ ყურადღებით უნდა იყო. ამიტოა ქრისტიანობა რთული. ამით სხვაობს მართლმადიდებლური სარწმუნოება სხვა ყველა ვითომ ქრისტიანობისგან. ეს არც ერთ სხვას არ აქვს. დანარჩენები ცხოვრობენ რომ ქრისტიანი ვარ, იტყვიან და გადარჩენილია, დამთავრებულია, განსაკუთრებით პროტესტანტები. იტყვის რომ ქრისტეს სწამს, დამთავრებულია, გადარჩენილია, რაც უნდა მთელი ცხოვრება ის უკეთებია. ის ერთხელ ხო თქვა რომ ქრისტეს სწამს და ცხონებულია. ჩვენ ესე არ ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ სიტყვებს რომ იტყვი პირით, რომ ქრისტესი ვარ, მაშინ მთელი ცხოვრება იმაზე უნდა იმუშაო, როგორც პავლე მოციქული მუშაობდა და როგორც თქვა მერე ბოლოს, აი გუშინ წავიკითხეთ ხო მისი სიტყვები, რომ ცხოველ აღარა მე ვარ, არამედ ქრისტეა ცხოველი ჩემში. ანუ ცოცხალი მე აღარ ვარ, ჩემში ცოცხლობს ქრისტე. აი ადამიანი რომ ამბობ რომ მე ქრისტიანი ვარ, ამისკენ უნდა მიდიოდე მთელი ცხოვრება და ამისკენ მიმავალი გზა იოლი არ არის. ამის განცხადება ესე უბრალოდ სიტყვებით ყველა შეგვიძლია ხა ვიტყვით რომ არა ჩვენ ქრისტიანები ვართ, აბა ღმერთი გვიყვარს ესე ვიტყვით. მაგრამ სინამდვილე ცხოვრობთ, მთლიანად ისევ ის ძველი კაცი.
იგივე სურვილებით, იგივე ვნებებით, ყველაფრით. უბრალოდ სიტყვით ვიძახით, რომ ქრისტიანები ვართ. ეს დაღუპავს. ეს დაღუპავს ადამიანს, არ შეიძლება. ყოველ წამს, ყოველ წუთს უნდა ადამიანი იყოს ყურადღებით თავის გულთან ჩასაფრებული და ელოდეს თავდასხმას ეშმაკისგან. და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეშმაკისგანაა ეს და ჩვენ რა გონია იცით, რომ აი მეგობარზე თუ გავბრაზდით სამართლიანად, აი გვაწყენინა, მართლა გვაწყენინა რა და განვრისხდით. გონია, რომ ეს მართლები ვართ, არა ბატონო. ვრისხანება შენ გულში რატო შემოუშვი? ვრისხანება ხომ ეშმაკისგანაა. რატო შემოუშვი? თუ მეგობარმა გაწყენინა კაცო, მიდი და დაელაპარაკე. აუხსენი. მაგრამ ვრისხანებას რო უშვებ შენ გულში, უკვე ეშმაკს დაუჯერე. განკითხვის სულს რა გასაკითხე ადამიანი მართლაც უდათ იქცევა, მაგრამ განკითხვის სული ხო იცი რომ ეშმაკისგანაა. მაცხოვარი ხომ გასწავლის რომ არ განიკითხო. შენ გონია რომ კაცო აბა დააშავა და ეხლა როგორ რას ქვია კაცო ეს ვინა როგორ იქცევა. აი უშვებ მაშინ ეშმაკს, შენ განზრახ უშვებ, იმიტომ რომ იცი მცნება ქრისტესი რომ არ განიკითხო. შენ ვერ იჭერ შენ თავს, აი რო არ განიკითხო, ფიქრობ რომ ეხლა გავსყდები შუაზე ეს რო არ განვიკითხო ეხლა ეს ადამიანი. აი ამა თუ იმ საქციელის გამო. აი მაშინ შეგნებულად არ ღვხვთ ის მცნებას და როგორღა არის შენში ცოცხალი ქრისტე, არა? შენ ისევ ცოცხლობ შენი ძველი კაცით. უბრალოდ იბრალებ ქრისტიანობას და ესეთი ქრისტიანობა ვერ აცხონებს ადამიანს. ეს თითქოს ერთი შეხედვით ცოტა პარადოქსული რაღაცა არის, მაგრამ თან რთულია ძალიან, მაგრამ თან ძალიან იული. იმიტომ რომ თუ ადამიანი ამ გზაზე დადგება, ერე მას ღმერთი შეეწევა. მაცხოვარი ხო გვეუბნება რომ ჩემი უღელი ტკბილია და ტვირთი მსუბუქია. იმასაც გვეუბნება რომ გზა სასუფევლისკენ მიმავალი ვიწროა და მრავალი განსაცდელებიც ავსე, მაგრამ იქვე გვეუბნება რომ თუ ამ ვიწრო გზას აირჩევ და ამ ტვირთს დაიდებ, შეგიმსუბუქებ, ძალიან ტკბილია და მსუბუქია გეუბნება. უბრალოდ ჩვენი მხრიდან არის მონდომება საჭირო და სურვილი რომ ხიზლად ვიყო. დავიაზრო, აი რითი დავიწყეთ ახლა ეს სიტყვა და ცოტა გამიგრძელდა. წმინდა ლუკა ყირიმელი რას ამბობს რომ ცირედნი ხვდებიან რა მნიშვნელობა აქვს ამას. აი თუ ადამიანი მიხვდა რა მნიშვნელობა აქვს ამას, მე უკვე იოლია ეს გზა. იმიტომ რომ ადამიანმა გაიაზრა და უკვე ამ გზას დაადგა და იცის რომ მის დასაღუპავად კაცო უხილავი ძალები იბრძვიან. რადგან ეს გაიაზრა, უკვე ადამიანი რა თქმა უნდა ხიზლად არის ხა და რაღაცების უფლებას თავს არ აძლევს კაცო. ესეა ხო? და მოდით აი ვევედროთ მოციქულებს, ეს მათი ხსენება არის რომ აი ეს სიფხიზლე მოგმართლონ და მათი მეოხებით და მათი ლოცვით უფალმა გონება გაგვიხსნას და დაგვანახოს რა მნიშვნელობა აქვს ამას. დაგვანახოს თუ სინამდვილეში რა ხდება, რისთვის ცხოვრობთ. თუ აი ამას რომ დაგვანახებს, მე ეგეთ ღვთისშეწევნით ჩვენს გონზე მოვიდეთ და რაღაცნაირად უფრო მეტი ყურადღებით ვიცხოვროთ საკუთარი სულის გადასარჩენად. ერთმა დაგვეცო და